რაც დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. იაპონიაში გადაცემა. გამარჯობა. ვაშა გადაცემა იწყება. თენგიზ გოგოტიშვილთან ერთად. ვაშა მეგობრებო. დღეს მინდოდა ტრადიცია დამერღვია და სპორტი დამეწყო. სადამ ხუჩა კვარაცხელია კიდევ ერთ ჩემპიონას თამაშობს და იქნებ წელს მე-400-ს წაიღოს, ეთერ ლიპარტელიანმა საოცარი რამე ჩაიდინა. მართლა ლეგენდა დაწერა. Rosario Mazzetti upon, and she's done it. Lipitiliani has taken Temioka. ეთერ ლიპარტელიანი გახდა მსოფლიო ჩემპიონი. გამოგიტყდები, ჯუდო ოდესღაც ქალების სპორტად არ მიმაჩნდა, მაგრამ ამ გოგოებმა ისეთი დაატრიალეს, ჩემი კომპლექსები სულ იპონი დაამარცხეს. მაგარია ქართველი ქალი, ვაღიაროთ და ვუთხრა დიდი მადლობა. ბოდიში. Yes, ma'am, sir. Congratulations. Yes, sir. Yes, yeah. Roger. God save the king. სანამია ქართველი ქალების ქებათაკება შევყევი ლონდონიდან დამირეკეს. არ გეტყვით ვინ. შენ იცნობ მათ ხალხს და სთხოვე ჩემზე მეც ნუღარ წერენ და ლაპარაკობენო, თორემ ამ MI6-ის სერვერები გადაგვიხურდაო. ავტომატურად რეაგირებენ ჩემს ყოველ ხსენებას და ვეღარ უძლებს სისტემა უკვე. არა, ახლა ამას კი მიულოცენ, მაგრამ თავისთავად ძალიან მაგარი ამბავია. ერთი რომ ქალი არასდროს ყოფილა ბრიტანეთის დაზვერვის ხელმძღვანელი, მეორე რომ ქართველი არასდროს ყოფილა. ხო და როგორ გინდა ეს ამბავი ჩააჩუმო? რა თქმა უნდა, ამ ქალზეც ყველაფერს ძალიან მალე გავარკვევთ. სოფლიოში რომელი მზვერავი ყოფილა ჩვენთვის რამე გამოეპარებინა საერთოდ. Აგერ პუტინი იყო და დედაკასპში მოვუპოვეთ. Хозяйка вот этого дома, Вера Путина. При выборных кадрах по телевизору она вдруг узнает своего Вову, незаконно рожденного сына. დებიც კლასელებს და პირველი შეყვარებულიც კი, ვისაც დედისგან მოპარული სარკე აჩუკა. ახლაც რომ ჩახვიდეთ სოფელ მეტეხში, დროულები ბევრს მოგიყვებიან ვიღაც წირპლიან ქერა ბავშვზე და ვიღაცები დაამატებენ, მაგიტომაც არ დაბომბა კასპი 2008-ში. დასაბომბი რა იყო თორე. ევგენი მაქსიმეძე პრიმაკოვი იყო და მთელ საბჭოთა კავშირის გაზეთ პრავდას კორესპონდენტი ეგონა. მე კი სახში მითხეს პლეხანოველი ჟენია საბჭოთა რეზიდენტურის ხელმძღვანელი ახლო აღმოსავლეთშიო. ჟენიას ეძახდა მაგალითად ნანი ბრეკვაძე. ჟენიას ეძახდა ნათლია ჩემის ძმა, ის საერთოდ კლასელი იყო. ხო და მეტრეველის ქალი და გვემალება ახლა ჩვენ. მაგათ ტრადიციები ხო იცით. MI6-ის ხელმძღვანელი მეფისგან შემდეგ აუცილებლად რაინდომას მიიღებს. და გვეყოლება ქართველებს პირველი რაინდი ქალი, დამე მეტრეველი. აგერ ვიღაც მსახიობს მაგ დირექტორის როლის შესრულებისთვის მის ესე ეწოდება და ნამდვილ დირექტორს როგორ დააყვედრიან. პრემიერ-მინისტრ სტარმერის განცხადება MI6-ის ხელმძღვანელად ქართველის წარდგენაზე ჩვენ ყველას გაგვიხარდა, რა თქმა უნდა. შუქი არ ჩამქრალა ერთადერთ საძინებელში მხოლოდ იმ ღამეს. ერთი 69 წლის მოხუცი ტელეფონით ესაუბრებოდა თანამედროვეობის უდიდეს გონს, ზაზა შს, რომელიც თავისი ახალი წიგნის შინაარსს აცნობდა. მხატვრულ დეტექტიურ ფილოსოფიურ რომანს ბატების მწყებს ბიჭზე, რომელიც ჯერ კომპიუტერების ფარცხოში კი გახდა, მერე ბანკირი, შემდეგ კი სოფლიო ბოროტძალებს შეება სულ მარტოდ. და რაებზე წავიდა, რაები იჩალიჩა, საიდან მოუარა დიპ სტეიტმა, რომ თავისი ყველაზე დიდი მოწინააღმდეგისთვის, ბატონი ბორისისთვის, ზურგიდან დაეტყა. ხომ იცით ის კაცი ჩვენზე როცა არ ზრუნავს, ხეებს ელაპარაკება და ერთმა ხემ ერთხელ გაუმხილა, ცული რას დამაკლებდა ჩემიანი რომ არერიო სტარშიო. ასეა ესეც. ისევ ქართველის ხელით თუ შეეცდებიან ქართველი მეცენატისა და ქტიტორის დამარცხებას, თორემ სხვა ვერავინ მოერია. ეს ბლეიზია თუ ვიღაც სახეზევი აწერია, რომ არაა სამეგობროდ მოსული. ჩვენი ბატონის ქალთა სილამაზის სტანდარტი სულ სხვაა. აი, საშუალოდ აი ასეთი. ეს კი აბრიალებს აქვს წვალითვალებს და ნახეთ როგორ დგას. ხო გითხარით, აი, არაფერი არ გამოგვეპარება და ესაა ბლეიზ მეტრეველი 97 წელს. ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული შეჯიბრის, ოქსფორდ კემბრიჯის ნიჩბოსნობის გამარჯვებული. ჩვენ ძმაო, ევროპაში კი გვინდა, მაგრამ ორ ფეხზე მდგომებს გვინდა. რამდენჯერ უნდა გაგიმეოროთ? 100 კილათი ამით უმეტეს, აი ამ არ ვიცი, აი ამ პოზას რა უნდა დავარქვა, ეს კი ვამბობ. არსაც წამსვლელები ასე არ ვართ. არანაირი MI6 და CIA. ჩვენ ვრჩებით FSB-ს ოპერატიული კონტროლის ზონაში და მადლობა მშვიდობისთვის. გიორგი გახარია მეორე დაიბარეს წულუგიანთან. პროკურატურაში კი ვახტანგ გომელაური დაიბარეს. გადამდგარი თუ გადაყენებული მინისტრების დაბარებას ჩვენში ტრადიციულად გაგებით ეკიდებიან. მოწველიან ახლა მაგასო ვამბობთ. მაგრამ გომელაურის სხვა შემთხვევაა. გომელაურის ხელით მისი ჩვენებით გახარია უნდა მოწველონ. ვისაც წულუკიანის კომისია ბორინ კარადნოე 2019 წლის აგვისტოში სოფელ ჩურჩანასთან პოლიციის საგუშაგოს აღმართვას ედავება. რამდენიმე ვერსია. ერთი ამბობს გახარიამ ზედმეტ იქნა და მამა მარჩენალი მართლაც ჯისო.
მეორე ვერსია, ახლა ისე უნდა გაჭედონ, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა ნამდვილად მიიღოს და ქოცის გამარჯვებას ლეგიტიმურობა შეძინოსო. არის მესამე ვერსიაც. გახარია პაიკია, მთავარია რუს გაუგორონ კოჭი და ბორდერიზაცია მშვიდად გააგრძელებითონო. სამივე ვერსია ლოგიკურია. იმდენად ლოგიკური, რომ სამივე ერთდროულად შეიძლება იყოს მართალი. 2019 წლის აგვისტოში გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. სხვათა შორის, ორი თვით ადრე მშვიდობიანი გოგობიჭების სისხლიანი დარბეისთვის უკვე აკიდებული ჰქონდა მეცახელი თვალთხარია. გოგონა დაჭრილი. ტორკინის მინისტრი. კომელაური გახდა სუსის უფროსი. პრემიერ-მინისტრი კი მამუკა ბახტაძე. თუ გახსოვთ, იყო ასეთი პუტკუნა ბიჭი. რა მოხდა 2019 წელს? საქართველოს სახელმწიფომ, საქართველოს პოლიციამ საგუშაგო დადგა და მორიგეობა დაიწყო საქართველოს ტერიტორიაზე. დროებით ოკუპირებული ტერიტორიის გვერდით. ხო და რა დანაშაულის ნიშნებს შეიცავს აღნიშნული ქმედება? გამომძიებლების ენდრო ვიკითხოთ. მაგას ყველაზე უკეთ პოსტივი გვიპასუხებს. საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის, მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე. არა, ეს არ არის 30-იანი წლების ტროიკების გადაწყვეტილების ოქმი. ეს 2025 წლის ივნისის პროკურატურის განცხადებაა, რომელიც პირდაპირ გვეუბნება, რომ შინაგან საქმეთა იმდროინდელმა ქოცმა მინისტრმა უცხოეთის მტრულ საქმიანობაში დასახმარებლად 2019 წლის 24 აგვისტოს მოაწყო საგუშაგო და დააყენა ქართველი პოლიციელები საქართველოს მიწაზე. და ამაში ამ მტრული ორგანიზაციებისგან მაყუთი აიღო. გაიგეთ რამე. მოიცა ჯერ სადახად. ერთ კვირაში 2 სექტემბერს მამუკა ბახტაძე სახლში უშვებენ და პრემიერად ნიშნავენ დიახ. მტრულ საქმიანობასა და საბოტაჟში უცხოეთის დამხმარე გიორგი გახარიას, უკვე პატრიოტის ავტორიტეტით. ახლა გაიგეთ? ვერა. აი როგორც პროკურატურის ის ციტატა იმეორებს სიტყვა-სიტყვით 30-იანი წლების ტროიკების ტექსტებს, ინგლისის და გერმანიის ჯაშუშობას რომ აბრალებდა ხალხს. ზუსტად ასევე იმეორებენ დღეს კიდევ არსებული ქოცები, რომ ბელადმა ახლაც არაფერი იცოდა, რომ ბატონი პელე და ექვთიმე ენდო გახარიას. მან კი ბელადსაც უღალა და პარტიასაც და სამშობლოსაც. თან ამაში მაყუთი გაჭრა. ახლა მაინც გაიგეთ? ეჭვი მაქვს რომ ვერც ახლა. ამიტომ მოდი ვკითხოთ ადამიანს, ვინც პროცესში ჯერ კიდევ პროცესის დაწყებამდე იყო ჩართული. 2019 წლის დასაწყისში და იანვრის დასაწყისი იყო, შევიტყვეთ ერთ-ერთი ადგილობრივი მაცხოვრებლისგან, რომელიც ნადირობდა აღული ჩორჩანის ტყეებში, გავიგეთ იმის შესახებ, რომ რუსებმა ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე ის დაიჭირეს წარსულის იარაღი, კაცრად გააფრთხილეს იმის შესახებ, რომ ეს ტერიტორია უკვე ფაქტობრივად რუსების კონტროლის ქვეშ უნდა გადავიდეს, გამოუშვეს ამბის გამოსატანად და ჩვენთან მოვიდა ეს გაფრთხილება წყალებში, ასე ვთქვათ, რის შემდეგაც დავიწყეთ აქტიურად წაღული ჩორჩანის ტყის პატრულირება და ამ პატრულირების შედეგად აღმოვაჩინეთ უკვე ხეებზე მარკირება. პროჭორვილელები მასების მართვის თეორიის მიხედვით მუშაობენ და ნელ-ნელა სწევენ ხოლმე გრადუსს. სანამ გახარიამდე მივლენ, კიდევ სპექტაკლის რამდენიმე მოქმედება გველდება. ერთი იყო ვახტანგ გომელაურის ბენეფისი, რომელიც პენსიას წარმოასვენეს და გამოკითხვაზე დაიბარეს, თან ეს ამბავი დილიდან დააანონსეს. პროკურატურის გარეთ, რომ პროპაგანდისტული ტელევიზიებისთვის კომენტირების საბაბი ჰქონოდა. მან აღნიშნა, რომ ის გადამეტებული საფრთხის გამო იყო აღნიშნული საგუშაგოს მშენებლობის წინააღმდეგი, რომელიც ოკუპანტი ქვეყნისგან მომდინარეობდა. 2019 წლის 24 აგვისტოს სწორედ გიორგი გახარიას გადაწყვეტილების შემდეგ ჩორჩანაში საგუშაგო აღიმართა, რომლის შედეგაც ადგილობრივებმა წვდომა დააკარგეს როგორც ტყეებზე, ასევე საძოვრებზე. მე გიდასწრებთ, რომ შეთანხმება არ ყოფილა, პირასთან ჩვენ შეთანხმებული არ გქონდა არანაირი გავიგეთ პოსტს გახდომ საგუშაგოს ჩორჩანა საგუშაგოს ასე ვთქვათ დადგმაზე ჩვენ ინფორმაცია არ გქონდა გავიგეთ პოსტფაქტუმ გავიგეთ უკვე დაიწყოს გზის რაღაც დამუშავება და ეს დღეში ხო რაკეტა საგუშაგო ხო გზის გაყვანა რაღაც მოსწორება სეპარატისტებმა ბუნებრივია რუსების წაკეზებით და უშუალო ჩართულობით და დახმარებით შეიმუშავეს ახალი გეგმა, ახალი ოკუპაციის ახალი გეგმა, რომელიც გულისხმობს იმ 208 კვადრატული კილომეტრის მიტაცებას, რომელიც არასოდეს არ შედიოდა ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში. დავით კაცარავასთან ინტერვიუ მონტაჟისთვის ისე დამენანა, რომ მას სრულიად ცალკე შემოგთავაზებთ ჩვენს YouTube-ზე, Facebook-სა და სხვა რესურსებზე. იქამდე კი მოდი გადავხედოთ რუკას. აი ესაა ჩორჩანა. ესაა წნელისი. მიხვდებით, რომ საკმაოდ ახლოსაა. ესაა მათ შორის გზაზე განთავსებული ერთ-ერთი საგუშაგო.
საიდუმლოს არ მომჟღავნებ Google-ის რუკას გაჩვენებთ. სადღაც ამ ტყეში 1921 წელს ბოლშევიკებმა გახაზეს საზღვარი და ჩორჩანა ხაშურის მუნიციპალიტეტს, ანუ რაიონს მიაკუთვნეს, წნელის იგი ზნაურისას. სანამ коммунისტები იყვნენ და სამხრეთ ოსური ოლქი არსებობდა, ასეც იყო. მერე კი იყო ომი, ოლქი გაუქმდა. Თუმცა რუს არასდროს დავიწყებია, რომ ქართველებისთვის შიდა ქართლი უნდა აეხია. Дело в том, что по картам Советского Союза, а именно по ним проходит государственная граница между Южной Осетией и Грузией, деление происходит западнее реки Лопан, то есть грузины вошли на исконную территорию Южной Осетии. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლებაში ქოცის მოსვლის შემდეგ სეპარატისტების ბორდერიზაციას რაიმე წინააღმდეგობა შეხვდა. იქამდე კი იქ არჭოვდნენ ბოძებსა და დროშებს, სადაც მოეხასიათებოდათ და მადა ჭაბაში მოუვიდათ. ცხინვალის პარლამენტად წოდებულმა ბანდამ საგანგებო კომისია შექმნა, რომელმაც თავისი წინადადებები 2021 წელს გამოაქვეყნა. წარმოდგენილი რუკით 20 კვადრატული კილომეტრი. კვადრატურა 25 კილომეტრია. განსხვავებას იძლევა. სტრატეგიული ადგილია. ეს ტერიტორია 22 კვადრატული კილომეტრია. აქ კვადრატურა 47 კვადრატული კილომეტრია. სეპარატისტების კომისია ასე ცოტ-ცოტათი 208 კვადრატულ კილომეტრზე ავიდა. უფრო გასაგებად, ტერიტორიის 5.9% მიიხადა. იმის დამატებად, რაც საბჭოთა დროს ეკავა და რას აზრებშიც მას რუსია აღიარებს. აი ამ 208 კვადრატულ კილომეტრში შეიყვანა ჩორჩანაც. 21 квадратных километров. Прямо у меня дзирули комто 22 квадратных километров. 25 квадратных километров. Койсайна. გამეორება ცოდნის დედაა. მოდი, კიდევ ერთხელ მოვუსმინოთ, რა ბრალდებითაა საქმე აღძრული. თავარი საგამოძიებო უწყება საბოტაჟის მცდელობისა და უცხოური ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლით გამოძიებას ატარებს. ხომ კარგად მოვუსმინეთ და ახლა ხომ მაინც გაიგეთ. ოღონდ ალბათ ის ვერ გაიგეთ, საიდან მოიტანეს უცხოეთი და მტრული ძალების დახმარება მავნებლობაში. ამიტომ მეგეტყვით. 2019 წლის 30 აგვისტოს საგუშაგოების დადგმით აღშფოთებული ცხინვალის ვითომ პარლამენტი საგანგებოდ შეიკრიბა და განცხადება მიიღო. ახლა ამ განცხადებას მოვუსმინეთ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პარლამენტი საქართველოს ხელისუფლების მოქმედებას დაუფარავ აგრესია დაფასებს. შეერთებული შტატები და ნატოს სახელმწიფოები, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს პროვოკაციულ ქმედებებს, პირდაპირ არიან პასუხისმგებელნი ამიერკავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ძირის გამოთხრაზე. ახლა ხომ მივხვდით, რა უცხოეთს ახსენებს ქოცის პროკურატურა და ვის დომებია გახარიას ხელით ომის დაწყება 2019 წელს. ამერიკასა და დანარჩენ ნატოს. ხო, აბა. და ახლა ხომ ხვდებით სინამდვილეში სად იწერება და ვინ წერს ქოცის საბრალდებო დასკვნებსაც და ეგრეთ წოდებულ მესიჯ ბოქსებსაც, რითაც ისინი შემდეგ საკუთარ მრევლს ათაყვანებენ. მისამართი რამდენიმეა. მოსკოვი ლუბიანკა, ან მოსკოვი სტარაია პლოშჩადი, ან მოსკოვი სმოლენსკის მოედანი. მერე მაგას ცხინვალელი რუსები რუსულად ავრცელებენ, ქართველი რუსები ქართულად. სხვანაირად, ვერანაირად ვერ აიხსნება რა მანქანებით იმეორებს საქართველოს პროკურატურის განცხადება ცხინვალის ვითომ პარლამენტის 6 წლის წინანდელ განცხადებას. ჩორჩანასა და წნელისის სახელებით თქვენ შეიძლება ბევრს არაფერს გეუბნებათ. მით უფრო ქოცი თუ ხართ, სულ ზებრაზე კიდიათ, რუსი წაიღებს ოსი თუ ღლიღვი. მაგრამ სანამ ჯერ მიშას აბრალებთ ომის დაწყებას, მერე გახარიას ომის კინაღამ დაწყებას, ერთი რამ უნდა იცოდეთ. იმ 208 კვადრატულ კილომეტრში რუსს მოხაზული აქვს აი ეს ტერიტორიაც. რომელიც ალბათ უფრო გეცნობათ. ეს არის ლომისა, რომელიც ზუსტად იმიტომაც აჭედეს, რომ თავისად მიიწერეს. არაგვის სათავე და გუდაურის გზის პირიც. ეს არის მამისონის უღელტეხილი და შოვი, რომელიც სანამ რუსი წაიღებდა, ქოცებმა სტიქიას გაატანეს. ეს კი გომის აჩხერის გზის 3 კილომეტრიანი მონაკვეთი. ხო, აი თვით ბატონ ბიძინას გაუბედეს და სახლისკენ მიმავალ გზაზე ვითომ სამხრეთოსური ბლოკპოსტის დადგმა გადაუწყვეტეს. არა, ის ბრძენი კაცი რუსეთის მოქალაქეა და პაგრანჩნიკები უპრობლემოდ გაატარებენ. ამ ბოლოს და ბოლოს ჭორვილაში ვერთ ფრენთაც კი ჩავა, მაგრამ თქვენ რა უნდა ქნათ? თქვენ. ისრაელმა ირანს დაარტყა. ნახეთ, დარტყმის სცენარი და ეფექტი მოულოდნელი იყო ყველასთვის. ირანმა ისრაელს უპასუხა. ეგეც ნახეთ. ოღონდ მოულოდნელი არაფერი ყოფილა. ზუსტად ასევე, წინასწარ შეიძლებოდა ტექსტის გამოცნობა, რას იტყოდა სერგეი კალანტარი ან ლავროვი. რას იტყოდა პესკოვი, რას დაწერდა მედვედევი, რას შემოიხევდა ტანზე მარგო სიმონიანი და რას თარგმნიდნენ მერე ამათგან ქართველი რუსები. იმისთვის რომ რუსული პროპაგანდა ქართულ ენაზე გაეგრძელებინათ. ძირითადი იდეა ასე ჟღერს: თუ ისრაელს აქვს უფლება დაარტყას გაეროს წევრ ირანს, რატომ არ აქვს უფლება რუსეთს დაარტყას გაეროს წევრ უკრაინას? ხალხი ამას სერიოზულად კითხულობს და სრულიად დარწმუნებულია, რომ ლოგიკით გჭედავს. ერთადერთი, რაც ამ ლოგიკაში სიმართლეა, უკრაინაცა და ირანიც არიან გაეროს წევრები და ამით ყველანაირი მსგავსება მთავრდება. რატომ?
უკრაინას არასდროს გამოუცხადებია რუსეთი უნდა აღგავო პირისაგან მიწისაო, როგორც ირანმა თქვა 1979 წელს სიკვდილი ისრაელს. უკრაინამ საკუთარი ბირთვული არსენალი რუსეთს გადაულოცა. ირანმა კი არასდროს შეაჩერა მუშაობა არც მატარებელი რაკეტების, არც ურანის გამდიდრების ტექნოლოგიაზე. პრემიერ ნათანიაჰუს შეფასებას, რომელიც გამოაცხადა დარტყმის ღამეს, ირანი ძალიან ახლოს არის 9 ბირთვული რაკეტის შექმნასთანო, ფაქტებით ვერ დაუპირისპირდა ვერავინ. მაგათაც კი ბირთვული ენერგიის მსოფლიო ორგანიზაცია. უკრაინას არასდროს დაუფინანსებია ტერორიზმი რუსეთის შიგნით. წერტილოვანი დარტყმები ვიღაც გენერლების წინააღმდეგ, ვისაც კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულში ედება ბრალი და უკრაინაში აქვს დანაშაული ჩადენილი, სულ სხვა საქმეა. ჰეზბოლებს, ჰამასებს, პალესტინის ისლამურ ჯიჰადებს, იემენელ ჰუსიტებსა და მთელ დუჟინ სხვა ორგანიზაციებს კი სული სწორედ ირანი თუდგათ. მათ გარდა კი რუსეთმაც ამდენს იმიტომ მიაღწია უკრაინაში, რომ ირანი ყავდა გვერდით, თავის შაჰედებით, ბალისტიკური რაკეტებითა და სამხედრო მრჩევლებით. უკრაინა არავის არასდროს შეუტანია მსოფლიო ტერორიზმის მხარდამჭერი რეჟიმების სიაში. ირანი კი ასეთ ამერიკულ სიაში ჯერ კიდევ 84 წლიდან არის. ამიტომ ქართულ სიმონიანებსა და სოლოვიოებს ყველაზე მარტივი რჩევა მოკეტეთ. მაგას ვერ გააправებთ და იმ ყმაწულსაც გადაეცით, რომ მთელი მისი საძმაკაცოიანად და იმ ბრძენი კაციანად ამერიკის კონგრესის მიერ რუსეთისა და ჩინეთის კომპარტიასთან ერთად მეგობარი აქტით უკვე ჩაწერილია ირანის მხარდამჭერთა სიაში და მაინც და მაინც ნუ მოიკლავს თავს გასვენებებში მისასწრებად. ტელეგრამა გაგზავნოს წუხვა რომ პირადად ვერ ვესწრებიო და მოიმიზესოს რამე. არასაფრენი ამინდია, ან ლაშას მამა გარდაიცვალა, ან ბიძინა ზებრა მიმშობია, ან პარიკ მახერთან ვარ ჩაწერილი და ამას ვეღარ გავაცდენო. ხო და რაც მთავარი არ დაგავიწყდეთ. იმედის რუსთავიორისა და პოსტივის მთავარ თემებში პირველ ადგილზე ასწიოთ, როგორ გადაარჩინეთ საქართველოს ანტისპარსულ ომში ჩართვასა და მეორე ფრონტის გახსნას, რისკენაც მსოფლიო სიონისტური მოძრაობა გიბიზგებდათ. შრალი სტატისტიკა. 2024 წელს საქართველოში თეატრებისა და მუზეუმების მაყურებელ დამთვალიერებელთა რაოდენობა შემცირდა. საქართველოს სტატისტიკის სამსახური არაზუსტებს, მაგრამ მიზეზი მარტივი მისახვედრია. თუ ოდნავ გაქექავ კოცის მოსაქმებელს. უმაღლეს მათემატიკას ეს აღარ საჭიროებს. მუზეუმები დავიწყოთ. 2024 წელს მათ ყავდა თითქმის 8%-ით ნაკლები დამთვალიერებელი, ვიდრე 2023 წელს. რატომ? იმიტომ რომ მუზეუმში ძირითადად უცხოელები დადიან, თანაც ცივილიზებული უცხოელები. ისინი ვისთვისაც საქართველოს არაა მხოლოდ მხეჩეფური, შაშლიჩოკ, ცენანდალი ჩაჩა. ასეთებმა კი 2024 წლის შემოდგომიდან საქართველოს ჩამოსვლას მოუკლეს, სრულიად ბუნებრივი მიზეზით. აგერ ევროპული ქვეყნების საელჩოები თბილისში უკვე აფრთხილებენ საკუთარ თანამოქალაქეებს. შეიძლება ქართველმა მესაზღვრეებმა აღარ შემოგიშვან საზღვარზეო და არ გაგიკვირდეთო. კარგი რეკლამაა ტურიზმზე ორიენტირებული ქვეყნისთვის ჩემმა მზემ. ხო და ახლა ის ხალხიც ორჯერ ან 10ჯერ დაფიქრდება. ნამდვილად ძალიან სჭირდება რაღაც ჩამოუყალიბებო ქვეყანაში ჩასვლა, სადაც ბილეთი და ტურები 5ჯერ უფრო ძვირი ღირს, ვიდრე მალიორკაზე ან ბალიზე. და თან ყველაფერთან ერთად ეს ფული შეიძლება დაგეკარგოს, თუ უხასიათოდ გაღვიძებულმა მესაზღვრემ ცუდი თვალით შემოქმედა. ვიღაც სიტყვის მაინც წავალ, ვიღაც სიტყვის ერთი მაგისც და წავა იქ, სადაც უფრო მშვიდად დაისვენებს. აი, თეატრები კი ცოტა სხვა ამბავია. არა, მაგასაც ხოცის მოსაქმებული სუნი უდის, მაგრამ უკვე შიდა მოხმარებისთვის. მაშ რატომ მოაკლდა მაყურებელი თეატრს? პირველ რიგში მოაკლდა სპექტაკლები. 54-მა დასმა 3.9%-ით ნაკლები წარმოდგენა გამართა, ვიდრე 2023 წელს. ამიტომ დარბაზში 17.6%-ით ნაკლები მაყურებელი იჯდა. და მე თუ მკითხავთ, ეგეც ძალიან დიდი მიღწევაა ქვეყნისთვის, სადაც არტისტებს ციხეში ყრიან. პაატა ბურჭულაძეს ოპერის წინ სიმღერისთვის აჯარიმებენ, რეჟისორებს კი უბუდიშო და დემონსტრაციულად ყრიან სამსახურებიდან. რა მაყურებელსა და შემოსავალს მისდირით, მაესტრო რობერტ? განა არ აგიხდა თქვენი ქართულ ჩეკისტური ოცნება, როდესაც საკუთარ თეატრში რობოკოპები მოასვენეთ და მერე გარეთ მშვიდობიანი ბავშვების, მათ შორის თქვენივე დასის წევრების დასარბევად გაუშვით. ხო და ითამაშეთ ახლა ანტიგონე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისთვის და ლედი მაკბეტი კრიმინალური პოლიციისთვის. და პაკლონზე რო გამოხვალთ, არ დაგავიწყდეთ ყველამ ერთად დასძახეთ მადლობა ბატონ ბორის. ფარდა. დღეს ოპოზიციის შიგნითაც გამოჩნდნენ პარტიები და ცალკეული პოლიტიკოსები, ვინც ამტკიცებენ, რომ შემოდგომაზე ადგილობრივ არჩევნებში აუცილებლად უნდა მივიღოთ მონაწილეობა. მეორე ნაწილი ეუბნება, რა არჩევნები ხალხო, რა საკრებულოები მოგცლიათ ერთი თქვენო. ამ დროს კი საკრებულოებს საერთოდ არ მოსცლიათ, საერთოდ. ძალიანაც დაკავებულები არიან და ამართლებენ იმ ფულს, რასაც ბიუჯეტიდან იღებენ. მაგალითები გნებავთ, რამდენიც გნებავთ. აი ავიღოთ ხაშური საკრებულო. ხომ ყველაფერი გააკეთეს მასონებმა, რომ ეს ქალაქი ჩაეხსნათ საქვეყნო ცხოვრებიდან. გზაც კი გადაიტანეს და ახალი ავტობანი ისე გაიყვანეს ხაშურ შორიდან თუ მოკრავ თვალს. გასაყიდათ ერთ დროს გამოფენილ ჰამაკებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. მაგრამ ქალაქი ცოცხლობს სისხლსავსე ცხოვრებით და ვითარდება.
თავისი საკრებულოს ხელმძღვანელობით. მხოლოდ ბოლო დიდებულ საქმეებზე მოგახსენებთ. ხაშურის საკრებულომ შეისწავლა Facebook-ზე გამოქვეყნებული 328 კომენტარი. ეგიცით რამდენია? რამდენია და 328. და რა ეწერა ამ კომენტარებში? 80% თურმე ნეგატიურად ეხმაურება ხაშურში რუსთაველის ქუჩაზე იეღოველთა დარბაზის მშენებლობას, რომლის ნებართვაც მერიამ უკვე გასცა. ახლა კი საკრებულოში საგანგებოდ Facebook-ის საკითხავად შექმნილი სამუშაო ჯგუფი მერს ურჩევს გააუქმოს მისივე გაცემული ნებართვა. ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ ნებართვას გააუქმებენ. თუ უკვე არ გააუქმეს. და ყველაფერს ხალხის ნებით ახსნიან. ჩვენთან ხომ დემოკრატია არა? ხომ ხალხს ეკითხებიან ყველაფერს? თუ არ ეკითხებიან, Facebook-ით იგებენ ხოლმე საზოგადოებრივ დაწყობას. ისე ამხელა როლი Facebook-ისთვის ცუკერბერგსაც კი არასდროს მიუნიჭებია მგონი. სამლოცველოების საკითხი აქ წყდება, ვის უჩივლო და ვინ დავიჭიროთ აქ წყდება. გააჩნია ვინ ვის შეკადრებს მონახარო. და მგონია რომ ეს არ მხოლოდ ხაშურისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის სწორი მიმართულებაა. მუნიციპალურ დონეზე ამის დატოვება უბრალოდ აღარ შეიძლება. ცენტრალიზება აუცილებელი. უნდა შეიქმნას Facebook-ის, Instagram-ის, TikTok-ის, Telegram-ისა და ადნაკლასნიკების კითხვისა და რეაგირების სამინისტრო. ან სახელმწიფო სააგენტო მაინც რომ არავინ და არაფერი დარჩეს დაუკითხავი. და კოდს მუდამ ქვეყნის პულზე ეჭიროს ხელი. სპეციალისტები ხო არ გვაკლია. სუსი განამეც რას აკეთებს კოდს ხელში. ისტერიულად კითხულობს ყველაფერს, რასაც თქვენ წერთ. უსმენს ყველაფერს, რასაც თქვენ ლაპარაკობთ და მე იმ ბრძენ კაცს უგზავნის კრებსებს. ჩემი თაობის ხალხს ემახსოვრება ერთი სულცხონებული კომუნისტი ჩეკისტი, რომელიც ისტორიაში დარჩა ფრაზით დემოკრატია გინდებლარიენ? პაჟალსტა. ეს იყო ვაშა გადაცემა. თენგიზ გოგოტიშვილთან ერთად. ვაშა. მოიწონეთ, გამოგვიწერეთ, გვიყურეთ. Facebook-ზე, YouTube-ზე, TikTok-სა და უკვე Instagram-ზეც. რაც დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я был в вашей гадацеме, да.